მოგესალმებით. დღეიდან გადავწყვიტე ყოველ კვირას თითო ვიდეო შემოგთავაზოთ სხვადასხვა მასალის, სხვადასხვა სტილის დანებზე. ამ შემთხვევაში მინდა შემოგთავაზოთ სალაშქრო დანა. რატომ არის ეს დანა სალაშქრო? რა თქმა უნდა, სანადიროც არის, ტაქტიკურიც არის და ყველაფერში რაშიც შეიძლება დანა გამოიყენო, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება ამ დანის გამოყენება როგორც სხვა დანების, მაგრამ სალაშქროდ იმიტომ იგულისხმება, რომ არის full tangi, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი დატვირთვებზე, ჩეხვაზე, ცოტა ველურ პირობებში და ცოტა არა სათანადო პირობებში შეგიძლიათ დანა გამოიყენოთ მაქსიმალური დატვირთვით. პირი ზომა არის 16, მაგრამ ოდესაც შენ აი ესე უგანი ჯერ საჩეხად, შეშის ჩეხვა იქნება, ეს თუ ძulis ჩეხვა იქნება, ემატება დამატებით კიდევ 3 სანტიმეტრი, სადაც 19-20 სანტიმეტრის პირის სიმძლავრის დანა, საჩეხი დანა გამოგდის. დანა სიმძიმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ტარში ბოლომდე მოდის პოლადი, სახმარად საჩეხად ძალიან პრაქტიკულია. მეორე უკიდურესობა ის არის, რომ სატარებლად შეიძლება იყოს ძიმე ამხილა დანა. მაგრამ ქარქაში იმდენად მსუბუქია, იმდენად თხელი ნატურალური ხარისხიანი ქარქაშია, რომ აი ამ ორ ნივთს აბალანსებს და პლუს ამ ზომის დანა როცა მიგაქვთ, უკვე ფაქტიურად აღარ გჭირდება ნაჯახი, ფაქტიურად აღარ გჭირდება მაჩეტე და აღარ გჭირდება დანა, იმიტომ რომ ისედაც გაქვს დანა და კიდევ დამატებით, რა ვიცი, სხვა მაგალითად ნიჩაბი ამოსათხრელად ხო მიწის დაგჭირდებათ ბუნებაში როცა გადიხართ საპირფარეშოების მოსამზადებლად თუ ასე შემდეგ, ანუ ბევრი ისეთი ნივთი, რომელსაც შეგიცვლით ეს დანა, აღარ დაგჭირდება და წონაში ყველა ვარიანტში მოგებაში ხარ. რაც შეეხება ფოლადს, ნახშირბადოვანი შავი ფოლადი, მარკეტ 9XS-ის ანალოგი, ანუ ქვისაჭრელი ხერხია, მარმარილოსაჭრელი ხერხები, ზუსტად 9XS-ი არ არის, ყველა ხერხი არის ანალოგები, ძალიან მცირედი განსხვავებები აქვს, ამიტომ ყველას ვეძახით 9XS. იმიტომ რომ ანალოგებია, იგივე ნახშირბადის ძირითადი შემცველობა იგივე აქვს და ჭრელი თვისებები დაახლოებით ყველას იგივე აქვს ხერხის პირებს. ფოლადის სიმტკიცეს რაც შეეხება, თუ ვინმე ამაში ვერ ყვევით, 60-62-ია ხოლმე, როდესაც ამხელა დანას ვაკეთებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მაღალ გრადუსზე გავაკეთო, წრთობის მერე მოშვება, 180-დან 200 გრადუსამდე ვაკეთებ ხოლმე და როკველს მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავწიო, რომ ნაკლები მსხვერპლობა გქონდეს. თუმცა ამ სისქე დანას და პლუს მსხვერპლობაზე ილაპარაკო გამორიცხულია, სადღაც 4,5-5 მმ არის. გამორიცხული ამბავი ამის მსხვერპლობა და ტეხვა რა. ზე თუ გინდა რავი დაადექი გადავუარე გადმოუარე არ არის პრობლემა. რაც შეეხება სანადიროდ, მშვენიერი სახმარი იქნება, იმიტომ რომ ხორცზე იდეალურად მუშაობს ეს დანა, ეს პოლადი. ერთადერთი შეიძლება დისკომფორტი შეგექმნას კარტოფილის თლისას, ან სტაფილოს ჭრისას, ან ესეთი მკვრივი პროდუქტისას, იმიტომ რომ საკმაოდ სქელია. დაშვებები კი აქვს კარგი დაახლოებით 0,5-იანი დაშვების მერე ხდება გალესვა. 36, 38, 40 ვერ იქნება, 36 გრადუსამდე იქნება. ამ შემთხვევაში ეს მინუსად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ ის მომენტი, რომ შენ ხელის მოტორიკა, ტექნიკა და გამოცდილება გაქვს, აქაც არ გექნება პრობლემა, რომ კარტოფილი დაამუშავო ან სტაფილო ან ესეთი მკვრივი პროდუქტი. იმიტომ რომ ეგეთ პროდუქტებს შეფის დანები ჭირდება, რომელიც განსხვავებით საჩეხი დანებისგან არის ძალიან თხელი. ხორცზე მუშაობს იდეალურად, რასაც ქვია რა. 9XS რაც შეეხება, ანუ აი ამ 9XS-ის ტიპის დანებს, დაახლოებით ესეთი შეფასება რო გავაკეთოთ, აი რესორს ჯობია, პაჩებნიკებს ჯობია თუ როგორ არის, ანუ 65 გეს თუ შეხათ 15-ს, ხო? აი შუალედული არის 9XS-ი. ანუ პაჩებნიკზე ძვირფასი ჭრის თვისებები ვერ ექნება და რესორზე მტკიცი არის. ანუ იმაზე დრეკადობა ამას ვერ ექნება. ის დრეკადია და ეს არ არის დრეკადი ფოლადი. თუმცა მსხვერპლადიც ვერ იქნება, იმიტომ რომ ძალიან სქელია. 4-5 მმ საჩეხი დანისთვის არის და შესაბამისად ეხლა ფაქტიურად შეგიძლია ამ მასალით
ხმალიც კი დაამზადო, ან ხანჯალი, ან მაჩეტე და ასე შემდეგ რა. თუმცა რესორის უფრო პრაქტიკულობა 9 ხაისთან მიმართებაში არის ის, რომ უფრო ადვილად ილესება და ძალდატანებისას ეს არის დაახლოებით აი 100 კილო ხორცზე ვლაპარაკობთ დაახლოებით დამუშავებას, რომ რესორი შეგიძლია ძალა დაატანო და კიდე ამუშაო. აი საკის არის მაგალითად თუ დაჯდა, ანუ ძვალზე იხმარე და ჭრელი პირი დაუჯდა, ხო? აი მას რამდენი ძალაც არ უნდა ატანო, უკვე მაინც დისკომფორტს გაძლევს ჭრაში, აი დაგღლის გასმა გამოსმაში. თუმცა ძვალზე თუ არ ამუშავო, ეს საკის არის, მუშაობს და მუშაობს, რა, აი დაღლამდე გამუშავებს. აი ამ ორი ფოლადის შუალედური მდგომარეობა არის 9-ხა ესი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო საჩეხადაც, საჭრელადაც. ველურ პირობებში არის იდეალური, ეხლა გადავალ უკვე მოვლაზე, რაც შეეხება ძალიან მტკივნეული თემა არის, იმიტომ რომ ძალიან მიგვირს ისიც, რომ ამდენი წელი საუბრობ ამ თემაზე და არა მარტო მე, სხვათა შორის ყველა მეიარაღე ასწავლის თავის პროდუქტის მომხმარებელს, თავის დანების მომხმარებლებს, რომ დანა უნდა გაირეცხოს ჩვეულებრივ როგორც ჩვეულებრივი უჟანგავი დანა, ისე ეს დანა უნდა გაირეცხოს, როგორც თებში ირეცხება, ჭიქა ირეცხება, ისე უნდა გაირეცხოს, ოღონდ არა სარწყმანქანაში ხელით, ჟელეთი, ღრუბლით და ასე შემდეგ. და შემდეგ უნდა გამშრალდეს. განსხვავებით უჟანგავი დანებისა, ეს უნდა გამშრალდეს ჩვეულებრივი სალფეტკით, ანუ ჩვეულებრივი სალფეტკით უნდა გამშრალდეს. იმიტომ რომ ნაჭრით გამშრალებულში ზედაპირზე მიკროწვეთი მაინც დარჩება. როდესაც სალფეტკით წმენდს და ამშრალებთ, იქ გამორიცხულია, რომ სისველე დარჩეს. ქარქაშიც მშრალად ჩაიდება და დანა აღარ დაგიჟანგდებათ. ეს არის ის ელემენტარული ჰიგიენა, რომელიც აი ჭიქის, თეფშის, თუ აი ყველაფრის აი ელემენტარული ჰიგიენაა რა, უბრალოდ რა. თუმცა, ვინ იცობაა, ვინმეს დაუჟანგდა დანა, ან გაუშავდა დანა, ლაქები გაიკეთა, ლაქები ზოგადად არ არის საში. თუ დანას ლაქი დალაქულ დანასაც გარეცხავთ ჩვეულებრივ როგორც გეუბნებით, არც ეგ არის საში მინდა გითხრათ. მით უმეტეს ორგანიზმისთვის ნახშირბადოვანი დანა, შავი ფოლადი აბსოლუტურად არ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. თუ გარეცხილია და ანუ სუფთად არის, არაფერი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვეულებრივ ნახშირბადოვანი ფოლადის დანებს ხმარობდნენ. რა ვიცი, საუკუნეები მოვედით აქამდე და პირიქით არ ქონდათ რკინის ნაკლებობა, ესე რომ ვთქვათ, ორგანიზმში. ეს ხუმრობით. რაც შეეხება გადავიდეთ მეორე მტკივნეულ ფაქტზე, ეს არის ფასები. ამ შემთხვევაში 16 სანტიმეტრიანი პირის ფულტანგი დანა გასაყიდად მაქვს 300 ლარად. ზოგადად ქართულ ბაზარზე თვითონ ხელოსანი წყვეტს რა ფასში გაყიდოს დანა. აი ამ ფასს ჭირდება ცოტა განმარტება და ამ თემაზე საუბარი ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ არის ხშირი, ასე რომ ვთქვათ, შეუფერებელი კომენტარები, რა ამბავია, ან რა იაფია, ესე იგი არ ვარგა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ან მაგ ფასში უკეთესი იშოვება და ასე შემდეგ. რა ვიცი, მოკლედ რა, ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა არ ნიშნავს აზრის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება იმას, რომ ვინმეს აქვს რამის შეურაცხყოფის და მოკლედ პირადი შეურაცხყოფის უფლება რა. ნახეთ რა ხდება. დანა რომელიც ღირს 300 ლარი, ამ შემთხვევაში შემიძლია ეს დანა შევაფასო 400 ლარადაც, რა თქმა უნდა თავისი პატრონი გამოუჩნდება, შემიძლია შევაფასო 500 ლარადაც, მაინც გამოუჩნდება თავისი პატრონი, შემიძლია შევაფასო 200 ლარადაც და გამოუჩნდება თავისი პატრონი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი შრომის, ჩემი გამოცდილების, ცოდნის შეურაცხყოფად მივიღო. თემა რა არის, ნახეთ, როდესაც ადამიანი მუშაობს და აწარმოებს დანებს, რაღაცა ხეირი უნდა ნახოს, ხო? ყველა ლოგიკიდან გამომდინარე ასეა. ამიტომ დაახლოებით მსგავსი დანის დამზადება 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით რომ ავიღოთ, ერთ დღეში ვერ ესწრება. შესაბამისად შეიძლება 2 დღეშიც ვერ მოესწროს და გაგრძელდეს 3 დღე.
მაგალითად, ამ დანაზე დამჭირდა 20 საათი. ვიღაც ოსტატ შეიძლება გაუკვირდეს, იმიტომ რომ ხელი გაწაფული აქვს, ტექნიკა ყველაფერი ისი აქვს, აწყობილი ცხოვრება, რომ რა სიძახი ორ ცალს დავამზადებ მაგ დროში. ან ვიღაცამ თქვას, რომ რასაო მაგისთან დანა შეიძლება 1 კვირა მოუნდე. ეს არის დამოკიდებული იმაზე, ვის რა პირობებში უწევს მუშაობა და თვითონ წვეთს ადამიანი თითოეული დღე, სამუშაო დღე რამდენად შეაფასოს. აქედან გამომდინარე მე რო ამ დანაში დახარჯული მაქვს ჩემი შრომა, ჯანმრთელობა, დრო, სიცოცხლის და პლუს კიდე ის ხარჯი, რაც რეალურად ჭირდება დანას, ეს იქნება ფოლადი, მისი დამუშავება ტემპერატურული, გამოჭედვა, ხის მასალა, ტყავი, ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის შეჯამებით დანა შევაფასე 300 ლარად, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ვიღაცამ შეიძლება მეთქი შეაფასოს მეტად ან ნაკლებად. ეს არის ინდივიდუალურ ხელოსანთან. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც შენ შეკვეთას აკეთებ, ნახეთ, პირად შეკვეთას აკეთებ და პირადი გემოვნებით დანას უკვეთავ, აქ უკვე შენი შეკვეთა იმდენად შეიძლება სპეციფიკური გახდეს, რომ იგივე ანალოგიური დანის მდგომარეობაში, უბრალოდ რომ აი ეს ბოქლონები შენ სხვა ხარისხის, ან სხვა მასალის, ან სხვა დიზაინის შეუკვეთო, ამ დროს უკვე ხელოსანმა შეიძლება ფასიც რა თქმა უნდა შეცვალოს. ან ტყავის ფორმა შეუკვეთო, ან დანის ფორმა შეუკვეთო, ასე შემდეგ. ეს არის იმდენად ინდივიდუალური დასათვლელი, რომ არ უნდა დაწყდეს ადამიანს გული, რომ რა სამკაცო ერთი რაღაცის შეცვლავთ ხოლმე და ფასი ამ ხელაზე მოემატა და ასე შემდეგ. შეიძლება დააკლდეს კიდევაც, ხო, გამორიცხული არ არის. მაგრამ ის მომენტი, რომ ჭედელი მეიარაღე ქმნის პროდუქტს და მსგავსი პროდუქტი რომ შეუკვეთონ მაგალითად 20 ცალი, უკვე ფასი შეიცვლება, ან დააკლდება, ან პირიქით მოემატება. ეს არის დამოკიდებული რა შეიცვალა და რა შრომა ჭირდება ამ ადამიანს და რა პრობლემები აქვს კიდე პირადი მის სახელოსნოში, ხო, თუ ცხოვრებაში. და დროში კიდე რა. ამიტომ ეს იმდენად სპეციფიკური და ინდივიდუალური სიტუაციაა, რომ ასე მიდგომა, რომ ქართული წარმოების დანები, ანუ ქართველი მეიარაღეების დანები რაღაცა კლასიფიკაციად ჩამოყალიბდეს, რომ რაღაცა ეს არის სალაშქრო 16 სანტიმეტრიანი პირით და 9 ხაესით, უნდა ღირდეს მაგალითად ამდენი, ამის დარეგულირება ესე ვერანაირად ვერ მოხდება და გულით არავის არ უნდა დაწყდეს, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება დამწყებმა იგივე დიზაინი გადაიტანოს, იგივე გააკეთოს, უბრალოდ ხარისხში სულ რაღაცა 20 გრადუსით სხვაობით აწყოს ესეთი დანა და ის 20 გრადუსი ამ დანას საერთოდ შეუცვლის ხარისხს და რა ვიცი ექსპლუატაციის შესაძლებლობებს რა ესე რო ვთქვა. ამიტომ ეს არის ძალიან პირადული მიდგომა. მომენტი რომ თქვენ გიყვართ მე ვიცი ინდივიდუალურად ასე თქვენთვის დამზადებული დანები, ეს არის თქვენი გემოვნებით შესრულებული დანა იქნება თუ თქვენს გემოვნებაზე დამთხეული დანა, ფასები რა თქმა უნდა იქნება ყოველთვის არასტაბილური. კიდევ ვიტყვი იმასაც, რომ ნახეთ უპირატესობა რაშია ქარხნულ იგივე ფასიან დანასა და მაგალითად საქართველოში მჭედელი მეიარაღის მიერ შესრულებულ დანას შორის. შენ რომ $100 იხდი თუ €100 იხდი უცხოურ ქარხნულ დანაში, შენ გარანტია არ მოყვება იმისი, რომ დანას რამე დაუზიანდეს, ან ქარხნული წუნი ქონდეს, ამას ვინმე შეგიცვლის, ან გამოგიცვლის, ან ასე შემდეგ. და როდესაც შენ საქართველოში ქართველ მჭედელ მეიარაღესთან პირადი კონტაქტი გაქვს მწარმოებელთან, პირადი შეთანხმებები შეგიძლია დადო და პირადი გარანტიები მოსთხოვო დანაზე, რომელიც აუცილებლად ყველა, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილ მჭედელ მეიარაღეს თავისი გარანტიები აქვს. აი ეს განსხვავება არის ქარხნულ დანასა და ინდივიდუალურად შექმნილ დანას შორის. ის მომენტი, რომ რაღაცა შეიძლება დამზადდეს ექსკლუზივი, უშუალოდ ექსკლუზიური შეკვეთით, ესეც რა თქმა უნდა ფასზე მოქმედებს. ამიტომ გული არ დაგწყდეთ, რომ ბიჭო, აი ეგეთი დანა დაახლოებით მაგ ზომის უკვე სხვა ფასი შემოგთავაზათ ვინმემ.
იმიტომ რომ ყველა ჭედელმა იარაღეს თავისი სტილი აქვს მუშაობის, თავისი განსაზღვრული ხარისხი აქვს, თავისი განსაზღვრული ფასები აქვს და ეს არის ძალიან ინდივიდუალური ამბავი, მეთქი ვიძახი რა. ამ თემაზე 9 ხაისის ფოლადზე მე მგონი საკმარისად ვისაუბრე. შემდეგ ვიდეოში ვაპირებ ვისაუბრო რესორსზე 65G-ზე.